შორის ძლიერ არმიებს ჩემო ქვეყანავ დიდება მარად მრავალ ჯამიებს მალე დაასწროს შრიალი ხეთა ვიდას ვალვიანს ჩემო ქვეყანავ დიდება მარად მრავალ ჯამიებს ზურში თუ ფრონტზე დასაომარი ძლები გალიე ჩემო ქვეყანავ დიდება მარად მრავალ ჯამიებს ამ რაიონს ამ სოფელს შეეწევა ერთი სიტუაცია შეგვაძლია. ეს დიდი ზეიმია ჩვენს აუდიტორიაში. გრძელდება 26 საუკუნოვანი იუბილე ამოდი ერის. რაღაც სასწაული მეგობრობა არც ერთ-ერთს არ გააჩნია. სიმართლე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვერ ვლაპარაკობ, გონება ჩემი მეტყველებს, როიქრა ენა გაჩერებულია, მაგრამ მაინც ვიტყვი ორ სიტყვას, რომ არც ერთი ეროვნება არ იწერება ორ იერით, გარდა ქართველი ებრაელისა. საქართველოში მე ბევრი პასპორტი მინახავს, ქართველი ებრაელი უწერია. აქ რუსები ცხოვრობენ, ქართული კარგად იციან, წყებალებს ცხოვრობენ, მაგრამ ქართველი რუსი არსად არ იხსენებენ. ეს ვფიქრობდი და რაღაც ისეთნაირად დამიშვა თავში, რომ მე მგონია ამ ორებს იმოდენად სიტყვა და სიყვარული გააჩნია, რომ ეს დაუვიწყებელი იქნება. ქართველმა ხალხმა შეისისყოს, როგორც გვიძლის ძმა. გულში ჩაიხუტა და დღემდე მოდის ეგ სიყვარული. თუ ღრმავდება, თორემ არ აკლდება. მე მგონია ეს სანამ იარსებებს ქვეყანა ამ ორი ერის სიყვარულს ვერავინ ვერ დაშლის. საერთოდ ებრაელები ყველა ეროვნების არიან, რუსი, თათარი, გორსკი ევრეი და პოლონელი, გერმანელი, მაგრამ ქართველი ხალხი იმდენად თბილია და იმდენად კარგია, რომ ამ პატარა ერმა ყველა ერს დაასწრო, აი ამ სიტყვის და აი ამ სიხარულის აღნიშვნა, აი ამ მეგობრობის. ალბათ საფუძველი ჰქონდა, თორე ვერ დაასწრებდა, ეს სინამდვილე იყო და იმიტომ დაასწრო. აქ პატარა გოგონამ კარგად აღნიშნა, თუ როგორი რბევა განიცადა ბევრ ქვეყანაში, ესპანეთში, რუსეთში, გერმანელებმა ხომ ისეთი რამე გააკეთა, რომ კაცობრიობას ეს არ დაავიწყდება. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს სენაკის წარმომადგენლებს. მინდა ნოსირის აი ეს რაღაც დაუვიწყებელი საღამო ბევრ ადგილზე ვყოფილ ვარ, მაგრამ ასე თბილად, ასე გულთან მიტანით, ასე მართლა სისხლ ძარღვებში გავლით, აი ამ ბავშვების ესეთი სიყვარული დიდის პატარაზე. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, მადლობა მინდა გადაუხადო დირექციას, მასწავლებლებს. კიდევ დიდი მადლობა მინდა გადავიხადო, რომ წილად ხვდა ჩემს შვილს, რომ საშუალო სკოლა აქ დაამთავრა, იქაც სწავლობს. მე მინდა, რომ
ჩემ შვილს ჰქონდეს ის სითბო, ის სიყვარული, რომ ქართული ცოდნასაც ფლობდეს და აი ასე იქ სადაც არის იმას. დიდი მადლობა სულთან. დიდი